ძალიან დიდი მადლობა თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. თქვენ როგორც უკვე იცით, ჩვენ როგორც კენგურუს დამფუძნებლები მსგავს საქმიანობას ვეწევით და ვეხმარებით ქართველ ახალგაზრდებს, რომ საზღვარგარეთ გამოცდილება მიიღონ და ჰარვარდის უნივერსიტეტშიც ეხლა თავაზობთ, რომ მიიღონ მსგავსი გამოცდილება და მიიღონ მსგავსი პრაქტიკულ თეორიული ცოდნა და გვაინტერესებს ეხლა თქვენთან როგორც ამ თეორიული მასალის შემდეგ, რაც გაიარეთ და რაკურსებიც გაიარეთ, სად პოვებს ეს მასალა, ასე ვთქვათ, და ეს ცოდნა ასახვას, ან როგორ შეგიძლიათ თქვენ როგორც უკვე კურს დამთავრებულს გამოიყენოთ ეს გამოცდილება? პირველ რიგში შემიძლია რომ გამოვიყენო ეს გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში და საერთოდ სხვანაირად შევხედე არა მარტო ბავშვების გიმნაზიის პროცესს და ბიზნეს და გიმნაზიის პროცესს, არამედ საერთოდ ამ სფეროს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უფრო ღრმად გავიგე ბევრი ნიუანსი, რომელზეც ზედაპირული შეხედულება მქონდა. ამის გარდა ჩემს თავზე გამიზარდა შეფასება და უფრო შემეცვალა, ასე ვთქვათ, იმას, რასაც ადრე ინტუიციურად ვაკეთებდი, ახლა დავარქვი სახელი და უფრო კონკრეტული ვარ, უფრო ზუსტი ვარ და უფრო თავდაჯერებული ვარ ნებისმიერ პროცესში, რაც დავუშვათ ჰარვარდში ვისწავლე და კიდევ ამას დავუმატე ისიც, რომ დავიწყე ამ ყოველთვის გაზიარება, რაღაცა ეტაპზე ტრენინგებს ვატარებ, რაღაცა ეტაპზე მასტერ კლასებს ვატარებ და სხვებსაც ვაძლევ საშუალებას, რომ ცნობა გქონდეთ ამ ცოდნას. ძალიან გვიხარია. რამდენად ურჩევთ ახლა ვინც გვიყურებს ამ გადაცემას, კენგურუსთან თანამშრომლობას და ჩვენს კურსებს, რასაც ახლა თქვენ პრაქტიკულად თავაზობთ, რამდენად ასე ვთქვათ, ხართ დაინტერესებდა თქვენი გამოცდილები და რამდენად ფიქრობთ, რომ აქავე ქართული ახალგაზრდებისთვის მსგავსი სახის ასე ვთქვათ, ხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არსებითად მნიშვნელოვანია, მგონიათ, რომ მე თვითონ ხავს 14 წლის გოგონა, რომელიც ფიქრობს ფილმზე, ფიქრობს საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო არა საქართველოში სწავლის გაგრძელებაზე, ეძებს ძალიან ბევრი ინფორმაციას და საკმაოდ ბევრ დროს და რესურსს ხარჯავთ იმაში, რომ ეს ყველაფერი აკუმულირდეს, მე რაღაც განწყობილება მივყოდა. ამ პროცესში ჩვენ თუ ამ დროს და რესურსს რამე დაგვიზოგავს და მივმართავთ საკუთარი კომპანიას, რომელსაც პირდაპირ ვუწევთ დავარებას რა მინდა და ისინი გვირჩევენ ჩვენ, რომ გარკვეული სახის უნივერსიტეტებს მივმართავთ, რაზე გავაკეთოთ აქცენტები და ასე შემდეგ, ეს იქნება ჩვენი სანადირი დამხმარე და აქ ამ საუბრის დასრულების შემდეგ პირდაპირ მოკლედ ჩამწერეთ კონსულტაციას. ძალიან კარგი, ვიხარია რომ მსგავსი სახის დაინტერესება არის. ჩვენ როგორც უკვე იცით, მსგავსი სახის საკონსულტაციო შეხვედრები და მოდულები ჩვენ უკვე კენგურუსთან თავაზობთ, ძალიან ბევრი ახალგაზრდას ფაქტობრივად ეხმარებით, რომ მსგავსი სახის პროცესები გაიოლდეს, უნივერსიტეტების დაგენერირება, იგივე CV, სამოტივაციო წერილი და მსგავს პროცესებისთვის ძალიან მარტივად შეგვიძლია მოვა.